ერთი პოლიციელი დამისახელეთ, ვინც ადამიანების ჯანმრთელობის დაზიანების გამო პასუხი აგო. თქვენ ისეთ რაღაცებს მოუწოდებთ ადამიანებს, რომელსაც თქვენ თვითონ არ აკეთებთ და მითხარით ან რა სამართალია ესეთი, ან რა სოლიდარობა ორგანიზაციის მე ვარ დაფინანსებული. იცით რა ხელფასზე ვმუშაობ მე? იცით საჯარო მოხელისხმევაში რამდენია? ხო, ეს არ ვიცოდი, კარგი რამე თქვით, ანუ ადრე მომხრე იყავით ჩვენი ხელისუფლება. მომხრე ვიყავი, რა თქმა უნდა. რამ ყველა ადამიანი ხელისუფლების მტერია, ვისაც ძალადობრივი დამხობით სულს ხელისუფლების შეცვლა. ვინ მოგახურ მოხდა რომ ამ სახელმწიფოს პირობებში დამნაშავე გახდა ლექტორი, დამნაშავე გახდა სტუდენტი, დამნაშავე გახდა მასწავლებელი, დამნაშავე გახდა. როგორ შექმნა ამ სახელმწიფომ ისეთი გარემო, რომ ყველა ეს აკადემიური პერსონალი უცებ გადაიქცენ კრიმინალებად. თქვენ თუ გინდათ რომ 10,000 კაცის კონკრეტულმა პრინციპებმა და პოლიტიკური გემოვნების შეხედულების რაღაცა მიმართულებამ 1,400,000 კაცის დისკომფორტი შექმნას. მომეცით პირობა რომ ერთად გავიდეთ მაგალითად დღევანდელ აქციაზე და თუ გინდათ გავესაუბროთ იქ მყოფ ადამიანებს. ვისაც ნახავთ განსხვავებული აზრია, ყველა საბულინგებთ, ვისაც ნახავთ განსხვავებული აზრია. მე რატომ ელაპარაკე? არა, მე თქვენ არ გელაპარაკებთ, თქვენ გახართ. თქვენ ხართ ამის მომხრე თუ მე ვარ მშვიდობის მომხრე. გაქვთ ვაკანსია? კი ბატონო, ვაკანსია. დამასაკმე ხლევან.